ეხოს მინდა რომ დღევანდელი ეთერი დავიწყო სამძიმრით. თქვენ იცით რომ როგორც ეგენი აცხადებენ წყნებთან დაკავშირებული ავარია მოხდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, არ ვიცი ხა ეგენი თავდაცვის ძალებს უძახიან თუ როგორც გარდაარქვეს იქ სრული ბარდაგია მინდა ვთქვა თავიდანვე და გარდაიცვალა ძალიან კარგი ადამიანი, რომელსაც პირადად ვიცნობდი და მინდა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრო მის ოჯახს, ძალიან მტკივნეულია ეს ყველაფერი. მაგრამ სანამდე ახლა შევიდოდეთ დეტალურ განხილვაში რა როგორ და რანაირად, ჩემთვის რა თქმა უნდა უცხო არ არის ეს სპეციფიკა, მე წლების მანძილზე ვმუშაობდი შეიარაღებულ ძალებში სადაზვერო რადარზე, რომლის პირდაპირ ფუნქცია მოვალეობა იყო საფრენი აპარატების თვალყურისდევნება, როგორც ტრის ისე საკუთარი ქვედანაყოფების ავიაციო ქვედანაყოფებზე კოორდინირების მიცემა ფრენების ხელმძღვანელთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შეიძლება ეს არ იყოს საინტერესო, მაგრამ გამომდინარე იქედან რომ კომპეტენცია მე ამ საკითხში მაქვს, მინდა დავსვა შეკითხვებით. თან პლუს ამას არის ინფორმაცია, ძალიან შემაძრწუნებელი და ჩემთვის მიუღებელი ინფორმაცია, იმიტომ რომ აი ესენი კოცები დიდი ხანია მტრობენ სამხედრო ავიაციას. მაგათ უნდათ რომ არ ყავდეთ სამხედრო ავიაცია, იმიტომ რომ მაგათი თქმით თურმე ძვირიჯდება ძალიან სამხედრო ავიაციის შენახვა. და დიდი ხანია ამათ მცდელობა აქვთ რომ გააუქმონ სამხედრო ავიაცია, უпростоრად აი მათი სიტყვებით რო ვთქვა, დააკონსერვონ სამხედრო ავიაცია. და მე მინდა გითხრათ, თუ არ იცით, რომ დაკონსერვება სამხედრო ავიაციის ჯდება კოლოსალური თანხები. და ნუ რა უნდა ქნას ახლა სახელმწიფომ, რომელსაც სხვა მეტი საფრენის საშუალება არ აყავს, მით უმეტეს საბრძოლო მიმართულებით, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, თქვენ არავინ არ მოვა და არ გაგიძლიერებს შეიარაღებულ ძალებს იმ დონეზე, რომ თანამედროვე ომში შენ ავიაციით მოახდინო შენი სამხედრო ამოცანების გადაჭრა. არ უნდა გქონდეს ამისთვის სერიოზული თანხები და უნდა იყო სერიოზულ დონეზე, რომ ჩამოაყალიბო სახელმწიფოს ყველანაირ შემთხვევაში ჭირდება ავიაციის არარსებობამ ჩვენ უამრავჯერ დაგვანახა ის, რომ პრობლემები გვაქვს, არა მარტო თვითონ ბრძოლის წარმოებაში, მე არ ვლაპარაკობ ჩვენ ოკუპირებული, განადგურებული სახელმწიფო ვართ, ორი ჩვენი ტერიტორია ოკუპირებულია და კიდე რამდენი გამოწვევის და საფრთხის წინაშე ვართ, ამას ვინ მოთვლის? არის ეს თეორიული საფრთხეები, ჰიპოთეტური საფრთხეები, არის ეს რეალური საფრთხეები, პირველ რიგში ალბათ ძალიან ბევრი საკითხი შეიძლება წამოვიდეს, მაგრამ არ მინდა რომ რაღაცა ანალიტიკურ ბლოკში გადამივიდეს ეს ყველაფერი რა. არა, ქართულ ოცნებას სამხედრო ავიაციის მოსპობა, ამიტომ უნდა რომ ის არ უყურებს საქართველოს სახელმწიფოს სერიოზულად და მისთვის ეს არის ხარჯი, რომელიც გადის ბიუჯეტიდან და ხარჯი, რომელიც არ ხმარდება მისი პარტიული ავტორიტეტის გაძლიერებას. ეს არა კაპიკები ნამდვილად რა. როგორც თქვი, თუ გინდა იყო თავისუფლება ძვირი ღირს, ისე როგორც ავიაციის შენახვა ძვირი ღირს და ახლა არ ჩავალ იქ შრომფრენების დანაყოფზე და ემაზე, ეს რო ყოფილიყო რაჭაში, მაშინ აბსოლუტურად სხვა სიტუაცია გვექნებოდა ჩვენ და ამდენი თანამოქალაქე არ დაგვეღუპებოდა და მშვიდობიანობის დროს ავიაციას აქვს ის ამოცანა, რომ შეითავსოს სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობის ამოცანა, მაგრამ ახლა რა ვთქვათ რა, ქართული ოცნებისთვის მარტო ბიძინა ივანიშვილმა იფრინოს თავისი ჰელიკოპტერით, ეს არის მნიშვნელოვანი ვიდრე ის, რომ საქართველოს სახელმწიფოს გინდა საბრძოლო მიმართულებით, გინდა სამოქალაქო მიმართულებით ყავდეს პოტენციალი იმისთვის, რომ ემსახუროს სამშობლოს. ეს არის არ არის არანაირად გადაზადებული რამე რა. ეს არის რეალობა და მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ისეთ ავიაციას, რომელიც პირდაპირ ეს არ არის ხო შოულფრენები, ეს არის ფრონტის ხაზზე დამხმარე ავიაციად განიხილება Su-25-ები, რომელიც იყო მოდერნიზირებული ებრაელების მიერ და ესენი აცხადებენ, რომ განიცადა კატასტროფები შეიძლება მოხდეს. ამისგან დაზღვეული არავინ არ არის, მაგრამ როდესაც წინა გრუნტი ისეთ ანტისახელმწიფოებრივ რაღაცეებს შეიცავს,
როგორიც არის მიზანმიმართული ბრძოლა სახელმწიფოს მხრიდან ავიაციის მიმართულებით. ხიდაშელი იყო მაშინ თავდაცვის მინისტრი ეს პროცესი რო დაიწყო და ჩაჩიბაია იყო გენერალური შტაბის უფროსი. ეს ნაბიჯვარი სად არიან? ეხლა ეს დედამოწყნულები ორივე რა. ერთი ოპოზიციაშია გადანაცვლებული, მეორე პარლამენტიდან გადმოაფარეს და მაშინ ღარიბაშვილის მრჩეველი გახდა და ძალიან ბევრი მოღალატე ჩასაფრებული, იმიტომ რომ ძირი გამოუთხაროს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას დღეს თავის პასუხისმგებლობას ამ საქმეში არ გრძნობს რა. თავის დროზე არასწორად დაწინაურებული ნაძირლები მოუხსენი გაჟღერებული ინფორმაციით თავდაცვის სამინისტროდან მე ეს ტიპები დაბრუნდნენ, ეს ნინოა და ნაძირალა იყო მეორე კიდე საბაძე. ძალიან ბევრი ქაოსია ხა ამ ყველაფერზე თან რაც როგორ არის მოღალატეები რა ომის დროს რომ ტერს საშუალებას აძლევდნენ მილიონების ქონება რო განადგურებულიყო 2008 წლის ომიდან ვინც მოვდივართ ვინც ნახა ეს თეატრი იქ ადგილზე ვინც იყო იმ ოჯახის წევრი რასაც შეიარაღებული ძალები ქვიოდა მას აქვს ინფორმაცია ესეთი ადამიანები დღეს ხო ბევრი არ არის დარჩენილი სამხედრო დანაყოფებში იმიტომ რომ მათ არ უნდათ ესეთი ადამიანები იყვნენ იქ და იცოდნენ სიმართლე იმიტომ ვიღაცასთან ხო უნდა დადგნენ აი ეს ამორჩეული ერკემელები რო ყავთ თავზე რკებით საკუთარი უკანალო ლოკიები რო აი ჩვენ ომის დროს ამას ვაკეთებდით აი იმას ვაკეთებდით იმას ვაკეთებდით რო დაჭირდეთ მე ის ძალა მინიმუმ ის ძალა ქუჩაში ხო უნდა გამოიყვანონ და ხალხი ხო უნდა გაალახიონ როგორც 7 ნოემბერს გააკეთეს ჯარი რო გამოიყვანეს ქუჩაში თქვენ თუ გონიათ ეს არ არის იგივე ძალა რაც იყო მიხეილ სააკაშვილი ეს ზუსტად ის ძალა და ეხლა მინდა კონკრეტულ თემას მიუბრუნდე რა 2018 წელი იყო აი ამგენმა ქოცებმა მომიგზავნეს მორგოშია ამათ ტრაგილოკია რო არის რა ჩოულებრივ მასხარა ახლა ვიღაცა პარტია ალტინფოში რო ყავთ შეყუჟული და ტიპმა დაიწყო რა არის ლაპარაკი რომ შენო თუ პრეტენზია არ გიქნებაო იმისაო რომ სამოქალაქო სექტორში პროტესტი აწიო რომ ეს სამხედრო საფრენის საშუალებები გაიყიდაო კონკრეტულად 25-ი არის ლაპარაკი მაპატიეთ მაშინო 25-ია ლაპარაკი მაპატიეთ მაშინო ესაო რა ქვიაო მე ავდგებიო ამასო და ჩავერევი ამის ვაჭრობის თემაშიო და ქვეყანასო кайფული დარჩება ხა მაგის პოტენციალი არ ვარგავ ზუსტად ის დიალოგი რასაც ხიდაშელი აკეთებდა რასაც აკეთებდა ალასანია რასაც აკეთებდა ჩაჩიბაია და ეს გნიდები ყველა რა მაშინ მე პირდაპირ გეტყვის პანგური ამოვარტყი ამ ტიპს და ემავსკენი რა ქვია გაუშვი იქიდან ჩემგან რა თქმა უნდა მაგაზე მე თანხმობა არ მივეცი იმიტომ რეალურად წარმოუდგენელია რა ქვეყანა რჩება სამხედრო ავიაციის გარეშე და ეხა ნებისმიერ შემთხვევაში ეს საფრენის საშუალებები იყო მოდერნიზირებული ისრაელის მიერ დაგვეხმარა მაშინ ისრაელი ამაში ქონდა მარკა მიცემული სკორპიონსი ანუ მას შეეძლო დილის და ღამის პირობებში და სხვა მეტეო პირობებშიც ეფრინა და შეესრულებია საბრძოლო ამოცანა რაც თვით რეალიზებით ამ საფრენის საშუალებას არ შეუძლია რა ესა რუსული წარმოების საფრენის საშუალება სამხედრო საფრენის საშუალება და იმის ამოცანაში ესეთი რაღაც არ იყო მაგრამ გააძლიერეს ფაქტიურად თავიდან ბოლომდე შექმნეს რა რეალურად ამიტომ იქ ვინც იყო ის ფრინავები ჯერით გამომდინარე ჩემი პროფესიული თემიდან ვიცნობდი ზოგი იყო ჩემი კურსის ხელმძღვანელი იყო და პირადად იმაშვებოდა რა ქვია მასწავლიდა კურსზე სამხედრო აკადემიაში და ახლა წარმოუდგენელია რა როცა ამ სფეროში ხარ ამ სფეროში იღწვი რომ შენ არ იცნობდე ვინმე შენ არ გიცნობდეს ვინმე და მეორე შეხება მქონდა კაცო პროფესიული ეს ადამიანები სამხედრო გაფრენას რო აკეთებდნენ მე ამათ 24 საათის განმავლობაში ვაკვირდებოდი მონიტორზე რადარზე კონკრეტულად და ფრენების ხელმძღვანელს ვაძლევდი მითითებებს მათი გადაადგილების შესახებ ეს იყო სინქრონული მუშაობა ეს იყო ძალიან საინტერესო მუშაობა ახლა დეტალებში რო არ წავიდე მე იმის თქმა მინდა რომ აი ესე რაღაცნაირად უმოტივაციოთ ამის თემა დაწევა რომ საბრძოლო გაფრენა არ იყო გამოვდივარ ძალიან მარტივი ლოგიკიდან რა მე არ არის აქ საჭირო რომ ვინმე იყოს ავიაციის სპეციალისტი და რაღაცა რა ეს არ იყო საბრძოლო გაფრენა ეს არ იყო რაღაცა ისეთი შემთხვევა სადაც პროცესების მართვა შეიძლება არ მომხდარიყო რა და ეს არ იყო სასწავლო საფრენის საშუალება ხო ეგრეთ წოდებული ელკა რომელიც აყავთ რომელსაც იყენებენ ეს იყო საბრძოლო გამოყენების ეკიპაჟი და ადამიანი ასე ჰაერში თვითმხილველებიც არიან გაჩერდა და ჩამოვარდა მე ეს ჩემი პირადი აზრია
ჩემი პირადი აზრია, ჯერ ერთი როგორ ხდება ეს. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მიმდინარეობს მომზადება ფრენისთვის დაწყებული ტექნიკური მომსახურებებით, რადიო საშუალებების კონტროლით, სანავიგაციო სისტემით, ყველაფრით ხდება დათვალიერება, შემოწმება ვიზუალურიდან და არავიზუალურიდან. როგორ მოხდა? ვეკითხები თავდაცვის სამინისტროს, რომ აი ესეთი მფრინავი დაუკარგეთ. გასაგებია ტექნიკა დაიკარგა, მილიონებად ღირებული ტექნიკა დაიკარგა. მაგრამ ადამიანის სიცოცხლესთან შედარებით, ხო? ნებისმიერი ტექნიკა ჩემთვის ჯართია და მით უმეტეს ესეთი გამოცდილი პროფესიონალი დაიკარგა, არავინ მის წოდებას არ წერს რა. პილოტი დაიკარგა, მარტო პილოტი იყო? კაი, ჯერ ერთი სამხედრო პილოტი იყო, რომლის გაზდაც სახელმწიფოს, აი იმ დონეზე რომ გამოზარდოს პროფესიონალი, ხო? 75 ბაჯაღლო კილო ოქრო უჯდება. ისე რა, ეს რეალური ანალიტიკით რა, რასაც თქვენ მალავთ და არ ამბობთ. და მეორე, ახლა რითი გინდათ გადაატაროთ ეს ამბავი, ოჯახს მიუსამძიმროთ და დახუროთ თემა, ეს როგორც გახასიათებთ რა მკვლელობები თავდაცვის სამინისტროში, ჯარისკაცი მოკლა და იქ მიაწერეთ იმას, რომ თვითმკვლელობა იყო. ბიჭო, ჩამოყალიბებული, გამოზრდილი საბრძოლო გამოყენების მფრინავი. გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა და გინდათ მიაწეროთ კატასტროფას. კატასტროფა იყო და მეტი არაფერი. კატასტროფა ხართ თქვენ. ახლა დაიწყებთ იმის ლაბარაკს, ამის ნარატივს ვხედავ და აქედანვე გაფრთხილებთ. როგორც კი დაიწყება საუბარი იმაზე, რომ სუ 25-ები უნდა გაიყიდოს. პირდაპირ დაერქმევა ამას მკვლელობა და საბოტაჟი. იმიტომ რომ თქვენ გაქვთ დაუოკებელი სურვილი იმისა, რომ გაყიდოთ სუ 25-ები აფრიკის კონგოს რესპუბლიკაში. თქვენ ამაზე საუბარი გაქვთ, თქვენ ამაში ხალხი გყავთ ჩართული, მე ვიცნობ ყველას, ვით თქვენ ეს გარიგებები გაქვთ დადებული, დედას გიტირებთ. სახელებით და გვარებით გიტირებთ დედას, ყველას გიცნობთ, გეუბნებით რა. ეს არ არის ჩვეულებრივი შემთხვევა, თქვენ ეს იქნება კიდევ ერთი ღალატი. და ახლა კიდე ნარატივი დაიწყეთ იმისი, რომ თბილისის საავიაციო ქარხანაში, სადაც ეს საფრენის საშუალებები გარემონტდა, აი იქ იყო პრობლემა და გინდათ, რომ თქვენი დანაშაული გადააბრალოთ იმ ხალხს, უდანაშაულო ადამიანებს. ეს დამატებით კიდევ ერთი სირცხვილი. მე ვიცი, მე ვხედავ ამას რა. და გინდათ, რომ ეს ასე მარტივად, გინდათ, რომ შეიხოცოთ ხელები რა. როგორ ბიჭო? თბილისის საავიაციო ქარხანაში მუშაობენ ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში ვიტყვი სპეციალისტები იმ დარგის, რასაც აკეთებენ. და არა მარტო ჩვენი კონტინენტიდან, სხვადასხვა კონტინენტიდან იქ მოყავთ ეს საფრენი აპარატები, სუ 25-ები, არემონტებენ, არა მარტო ესენი, ვერტმფრენებიც და ისე მიყავთ უგრძელებენ ფრენის რესურსს. და ეხლა გინდათ, რომ ვიღაცას შეტენოთ ეს თქვენი საბოტაჟი. ძალიან რთული სათქმელია, რომ ვიღაცამ ეს გააკეთა და იქ ადამიანი მოკლეს აერში. არა, თუ ლაპარაკი წავა იმაზე, რომ ეს საფრენი აპარატები რესურს ამოწურულებია და უნდა გაიყიდოს, ხო? მაშინ ეს არის თქვენს მიერ გაკეთებული საბოტაჟი, ნებისმიერი ფორმით. საქართველოს ავიაციის დატოვება საფრენი აპარატების გარეშე, სამხედრო საფრენი აპარატების გარეშე, ეს არის მიზანმიმართული მკვლელობა იმ ადამიანის და ეს არის ღალატი საკუთარი სამშობლოში. განა მე მიკვირს თქვენგან ვინმეს მკვლელობა ან ღალატი? არა, არ მიკვირს. უბრალოდ მაგის შეფუთვის ტრაქს და მაგის შეფუთვის საშუალებას არ მოგცემთ. და სურვილი გაქვთ, ძალიან დიდი სურვილი გაქვთ. მე რომ მოვყვე ახლა იმის ისტორია საქართველოს საბჭოთა კავშირი რო დაიშალა, რამდენი სუ 25 ყავდა, რამდენი დაშე ერთი იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც კოპიტნარში ისეთი შემოუშვეს ნაძირალა, რომ სომხეთში გადააფრინა და მოიპარა ეს საფრენი აპარატი. მილიონებს იხდიან ქვეყნები, რამოდენიმე ათეული მილიონი ღირს ეს საფრენი აპარატი. და საკმაოდ წარმატებულია გამოცდილი ომებში. და ძალიან მანევრირებადი. მე არ ვამბობ იმას, რომ ესაა საჰაერო ბრძოლისთვის გათვლილი საშუალება. არა, ჩვენ არ აქვს საქართველოს სამწუხაროდ ისეთი ავიაცია, რომელსაც შეუძლია მოწინააღმდეგის თვითმფრინავ გზა გადამწრელს გადაუღობოს გზა და გაუმართოს ბრძოლა და შეუშალოს ხელი. არა, მაგრამ
ნამდვილად ეს საფრენი აპარატი სულ 25 არის დამხმარე და მას არაერთი დამხმარე ქვედანაყოფებისთვის, რომელიც მიწაზე ახორციელებენ საბრძოლო ამოცანას და არაერთი მისია აქვს შესრულებული, გინდა აფხაზეთის ომში, გინდა ცხინვალის მიმართულებით, გინდა აგერ 2008 წლის ომი რო იყო, აქ ამას მას ვერ დაუკარგავ. და ახლა როგორ გინდათ თქვენ სულარობას რაღაცა რო ყავს ხო ჯობია? და თქვენ გინდათ რომ ესენი გაყიდო, არა, თქვენ გინდათ ესენი რომ გაყიდოთ. თქვენ გინდათ ესენი რომ მოიშოროთ, თქვენ გინდათ რომ საქართველოს დატოვოთ ყველაფრის გარეშე. აი ეს არის თქვენი ენით აღუწერილი სურვილი. ძალიან სამწუხარო სადგენია. რომ ახლა მინდა მივმართო იმ ჩიქოვანს აქედან ალასანიას პარტიის ამონარწყევში ამოფურთხებულ როჟას რა, რომელიც ასე გადმოლაგდა რა კოაბიტაციურად და მე აგერ ჯერ ნაცებში იყო, მე ახლა კოცებშია, მე ალბათ ისევ ნაცებში დაბრუნდება და ასე შემდეგ. ხო და მე მინდა აქედან რომ დავსვა შეკითხვა, ძალიან მარტივი შეკითხვა დავსვა, რა მოხდა? რა მოხდა? არ მინდა მოვლენებს გავასწრო. და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა მივადევნებ თვალყურს, მაგრამ ის რადიოლოკაციური კვალი, რომელიც სარადარო ობიექტზე ფიქსირდება. ფრენის დროს ამ აპარატს აუცილებლად იქნება ამის ჩანაწერი. აუცილებლად იქნება ფრენების ხელმძღვანელის და მფრინავის ჩანაწერი. იმიტომ იქ არის სიმპლექსური კავშირი. როგორ? აი გეკითხებით მე თქვენ, მე ვიცი ეს, მე დავსწრები ვარ ამ პროცესს და გეკითხებით თქვენ, თავდაცვის სამი რა გამოძიება, ბიჭო? რისი გამოძიება? სადაა გენერალური ინსპექცია? სადა 7 ნოემბრის პროკურორს რო ამუშავებდით? იქ ხიდაშელის დროს ნაბიჭვარს და იზორიას დროს ვიღაცა ბაძაღუა რო ყავდათ. ყველაზე დიდი უმაქნისებით რო იყო სავსე ის ადგილი, სადაც ყველაზე დიდი პროფესიონალები უნდა იყვნენ. მე ვსვამ კითხვას. ამას არ ჭირდებოდა ამდენი დრო, იქ გახსნილი უნდა იყოს ეს შავი ყუთებიც, იქ ყველაზე მცირე უნდა იყოს უკვე ამოღებული რადიოლოკაციური კვალის გადაადგილება და უნდა იცოდეს საზოგადოება, მილიონებად ღირებული აპარატი როგორ გააკრეთა და აზიანეთ და კაცი როგორ მოკვდა. გამოცდილი მფრინავი. ჯერ ერთი იცი რა არის, აქ არავინ არ დამიწყოს იმის ლაპარაკი, შენ ერთგულება ერთმა გამოსირებულმა დაწერა რა. რა ერთგულებაზეა ლაპარაკი, საბრძოლო წესდებაში წერია, თუ აპარატი იღუპება, მფრინავს აქ იმის კანონიერი უფლება გააკეთოს კატაპულტი და გამოიყენოს ეგრეთ წოდებული პარაშუტი. რატო არ გამოიყენა? რა არ იცოდა მისი გამოყენება? რგოლის მეთაურმა? თუ არ მუშაობდა საკატაპულტო მოწყობილობა. აბა როგორ ეხა ვის გინდა დააჯეროთ? სოსო სურაული. უძლიერესი ქართველი მფრინავი. თქვენ დედამოტყნულებო, ჯერ გააგდეთ შეერაღებული ძალებიდან. მნიშვნელობა არა აქვს ის თავისინებით წავიდა, იმიტომ რომ შექმენი დიდ გარემოება თუ მე ამას გაგდებას დაუძახებ. და არა მარტო ის, მთელი სამხედრო ესკადრონი. გაუშვით იქედან ესკადრელია და აფრიკაში, კონგოში ის ხალხი ზოგი იქაცაა დღემდე. და სხვისი ქვეყნის შემადგენლობაში მუშაობს, იმიტომ პილოტს ვერ ეტყვი, რომ ტაქსიშოფრად დაიწყოს მუშაობა რა. და სოსოოსურაული მიატოვეთ ჯუნგლებში, ტყვეობაში, რომელიღაცა პარტიზანული დაჯგუფების პირობებში და მოკლეს იქ. თქვენი ნაძირლობის გამო, იმიტომ რომ თქვენ ფულის გადახდა შეგენანათ საქართველოს მოქალაქეებში. რომ თან ვისში, ბიჭო, სოსოოსურაულში, რომელმაც ომის დროს ამდენი ერთი ბატალიონის სიცოცხლე გარდააჩინა, ერთი ბატალიონი ქართველის სიცოცხლე გადაარჩინა. რამდენი კაცი ახლა ბატალიონში თუ არ იცით დათვალეთ. თქვენ აძირლებო, თქვენი ნდობა როგორ მოღალატეები ხართ, აბა რა ხართ. ამ ყველაფერს როგორ უნდა დაუძახოთ ჩვეულებრივი ავარია. თუ ავარიები ხდება, ეგ რუსეთშიც ხდება, ვარდება ეს თვითმფრინავები. მაგრამ თქვენ რომ პრეტენზია გაქვთ იდეალურობაზე, ამაზე და თან გაყიდვა გინდათ ყველაფრის. ხო სამშობლოს ხო ყიდით, თქვენ ცნობილი მოღალატეები ხართ, ხო?
და ამასთან დაკავშირებით რა სიტყვით ძალიან მარტივი შეკითხვა არის, ხო? არა სასწავლო ტიპის თვითმფრინავმა, სამხედრო, საბრძოლო გამოყენების. რატო არ გამოიყენა მფრინავმა კატაპულტის რეჟიმი? ეს არის სერიოზული დანაკლისი ჩვენთვის, როგორც მორალურად, არა მარტო შეერაღებული ძალებისთვის, არამედ სრულად საქართველოსთვის. და ეს ბიჭი არის დამატებით კიდევ ერთი მსხვერპლი. ეს არის მსხვერპლი. მსხვერპლი საქართველოს შეერაღებული ძალების მიზანმიმართული ნგრევისა. მე ამაზე ვილაპარაკობდი, მე ამაზე ვილაპარაკებ და მე ამაზე ვილაპარაკობ. და ეს ეწყინება ვიღაცას, არ ეწყინება ვიღაცას, სულ ერთ ადგილზე მახატია რა. სხვა მაინც ყოფილიყავი და არ ვიცოდე რა ამ ავიაციაში რა ხდება. გამოსაძიებელია ეს საქმე მინისტრების ეგრეთ წოდებული საქმიანობა და ღალატის მუხლი აქვს ამგენს ყოველას მისაცემი. ეს არის ენით აღუწერელი მარაზმატიკა. ჩემი თხოვნა იქნება ყველასთვის, რომ ამ საკითხს ნუ წაუყრობთ. ეხლა გასაგებია მიმდინარეობს ჯერ ერთი წესიერ ქვეყანაში საქართველოს თავრობა მისცემდა დავალებას თავდაცვის სამინისტროს დროშა ჩამოეშვათ და გლოვად გამოეცხადებიათ ეს დღე თვითონ მინიმუმ შეიარაღებულ ძალებში ბიჭო. თქვენი დედა მოტყან რას აკეთებთ? ეხლა მე რაც კი ერს უხარია და ერის სიხარული ღმერთმა ბევრი გამარჯვება მოგვიტანოს და ის კიდე განხილვის ცალკე საკითხი არის და გასაგებია გუშინ რომ დაჯილდოება იყო ამ ბიჭების სპორტსმენების ფეხბურთელების და მივესალმები და მიხარია. მაგრამ ძალიან დიდი ალბათობაა იმისი, რომ აი ამ ჟრიამულმა გადაფაროს ის უბედურება, რაც მოხდა და ესა ქვეყნის რეალური უბედურება. და ვიღაცას ეს ხო არ აწყობდა, იმიტომ რომ მანდა მაინც ამ დღეს მომხდარიყო ეს ყველაფერი. რომ ეს ყველაფერი ამ ერის ყიჟინში ჩაიკარგოს. თქვენ გახასიათებთ ამ რაღაცეებს, მე ვიცი, კარგად იცით დაგეგმარება ამ უბედურების და ახლა არ ვიცი მე გამომდინარე იქიდან რომ გიცნობთ, იძულებული ვარ რომ ვილაპარაკო რა. ესე შაბლონურ განცხადებებს რო აკეთებთ, დაიღუპა უსამძიმრებთ. თქვენ დაიღუპეთ, წადით ვიძია. თქვენ ყარიბაშვილები, ივანიშვილები, აი ესენი ვინც ახართ რა, კობახიძეები და ეს ნაბუზები, თქვენ წადით, თქვენ დაიღუპეთ. რაღა მანდა მაინც ეს პროფესიონალები უნდა დაიღო, ოქროს ფონდი რომ მიდის. ვინც დარჩენილია იმასაც რო სპობთ და ანადგურებთ. მე დავიწყებ ამ ყველაფრის გარკვევას რა. აგერა ვიღაცა მაია ზარანდაძე, ვიღაცა სუსის 300 ლარიანი ჩათლახი. ეს მეუბნება მე დაანები ამ ქვეყანას თავის შენ რა ქართველი ხარ, მე რა ქართველი ვყოფილო, არ გამიგე? ომის დროს ეთყობა საკუთარ კაცებს მის შიბლარდურუმს გადააფარებდა, რომ ქვეყანა არ დაეცვა. იმაზე მაქვს ლაპარაკი, რა უნდა ველაპარაკო მე ესეთ ნაძირლებს და რამდენი იქნება ამნაირი, რომ აი ესე ეცდება რა ამ ფაქტის შოგი. ახლა ოჯახს რა უნდა უთხრა, ოჯახი არის ტრივიალურ შოკში ვერ გამოსულა მდგომარეობიდან. რა უნდა უთხრა? ყველა მიცვალებულის ოჯახი ასია, მისი მთავარი ამოცანაა დაკრძალოს საკუთარი ოჯახის წევრი. ჯერ არ მინდა მაგაზე ვილაპარაკო რა. კაცი დამარხული არაა, მაგრამ ეს ფაქტი ცდება ვიღაცის პერსონალურ გარდაცვალებას რა. რა ხდება ჩემო კარგო და ვლაპარაკობთ საფრენია აპარატის ეგრეთ წოდებულ ავარიაზე და მიმოხილვა მაქვს ახლა. შეგიძლია უყურო ამ ბლოგს თავიდან და მიხვდები რაშიცა საქმე ხა მე დეტალებს აქედან ხო ვერ დავიწყებ იმას რომ შენ ბლოგის შუაში მოგიყვე რა ხდება ბლოგის თავში. ამას არ გეუნები წყენი, თუ გაინტერესებს მოусმენ. და კიდევ ერთხელ მინდა თქვა რომ საქართველოს ავიაცია ეს არის საზარელი დარტყმის ქვეშ და თქვენ მოქალაქეები
ამ ყველაფერში მაშინ დასვამთ ხელისუფლების პასუხისმგებლობას, ღმერთმა დაგვიფაროს. როდესაც მისი აუცილებლობა გამოყენება კიდევ ერთხელ დადგება აქტუალური საკითხად. და დადგება აუცილებლად. თუ ეს არ დადგება, ომში დადგება სამოქალაქო მიზნებისთვის. საქართველოს არ აყავს არანაირი საავიაციო ავტოპარკი, არც სამოქალაქო და არც სამხედრო მიმართულებით. თუ რამე არის, ესა ემსახურება ივანიშვილს და ემსახურება აგერ ეგრეთ წოდებული მინისტრების ვოიაჟებს, აი მაგისტვის არის, კი გეთანხმებით. აგერ მიწერს ნანული წერეთ წერტილი და ი. აი გვარგადაკეთებული სომეხი ეთქობა რა. შენ ხარ ქართველი? რა უნდა რას უნდა დაანებოს თავი? არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვით რა. არ ვიცი, ხა არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას რა, მაგრამ თუ ეს არის ჩემს მიმართ მომართული რაღაცა შეურაცხყოფა, ხო? მე ამას მე ვერ დავანებებ ვერაფერს თავს რა. ეს არის ხალატი და ეს იმსახურებს პასუხს. ძალიან დიდი უბედურება არის მომხდარი და თქვენ არიცით, მე შემიძლია ამოგიღოთ და მე განახოთ ის მიმოწერა გაოცდებით რა. როცა საქართველოში ვიყავი, მე ვწერდი ამ ავიაციის პრობლემების შესახებ რა პრემიერ-მინისტრებს და ვითხოვდი მათ ჩარევას და მათი მხრიდან გამოძიებას. არავინ არაფერს არ აკეთებდა რა. ყველა იდგა და ყველას აწყობდა რომ მილიონები დახარჯულიყო და ერთადერთი ახლა რა არის, იცით? ეს პატიოსანი ხალხი არის დარჩენილი თბილისის საავიაციო ქარხანაში და ალბათ იმათაც გამოუთხრიამ ძირს და ფსკერს, რომ იქ ადამიანები არ იყვნენ დასაქმებული და იმათმა არ შეძლონ რამე უკეთესის გაკეთება და იმ ხალხს ფული შემოაქვს, კაცო, საქართველოს ბიუჯეტში მილიონები უჯდება ნებისმიერ ქვეყანას, აქ რომ თვითმფრინავები ჩამოიყვანოს და გაარემონტოს, ეს პატარა საკითხი კი არ არის. ხოლო დიზორიას შვილებმა, ცოლებმა უნდა იგულაოს უცხოეთში და უნდა აკეთონ თავიანთი საქმეები და უნდა იყვნენ წარმატებული. დანარჩენი მეტი არავის არაფერი არ აინტერესებს. აი ვიცი, წადი ერთი და კითხე იმ დაღუპულის ოჯახს, როგორი არის მისი განცდები და რისი ჯერა და რისი არ ჯერა. პატარა ხანში იმასაც დააჯერებენ, რომ ნამდვილად კატასტროფა იყო და ნამდვილად არაფერი აქ არ მომხდარა და ესეთი რაღაცეები ხდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორც უამრავ ადამიანს რა, ეგ ცემით რო კლავენ ახალგაზრდებს შეერაღებულ ძალებში. ბევრი არის ესეთი შემთხვევა, რამდენზე გავაკეთო კომენტარი, რამდენჯერ გამიკეთებია, რამდენჯერ დაუპირისპირები ვარ, რამდენჯერ პროკურატურაში ჩვენება მიმიცია და რა ვიცი, ახლა ვერაფერს ვერ გეტყვით რა, ეს არის აგებული პირამიდა და უბედურების სპირალი და ეს ჩვენი ქვეყანა ამ უბედურებაში მიდის და მიდის. ქალბატონო ნანული ბოდიში გიხდით რა, არ ვიცი, ახლა ბევრია აქ რა, ვიცი ხო, მოგვიანებით წავიკითხე. ყველას ვერ ვცემ პასუხს რა. მე მეგონა რომ ჩვეულებრივ იყო ეს მიმართული იქეთკენ თუ რატო გამოდიხარ და რატო აკეთებ მხილებას. ბევრი არის, ბევრი სომეხია, რომელსაც გვარი აქვს წერეთლად გადაკეთებული სხვათა შორის. ვიცი ახლა წერეთელი რო დიდი გვარია, ნამდვილად ვიცი. ასე არის, აი ამის თქმა მინდოდა და მოკლედ გავაკეთებ კომენტარს კიდე აი გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით რა. რადგან ესენი რეამულის ქვეშ აკეთებენ ასეთ ბნელ საქმეს, ხო? გუშინდელი ფაქტი გასაგებია, კიდე ერთხელ გამოავლინა თელმა ერმა თავისი დამოკიდებულება აი ამ მიმართულებით. კონკრეტულად რაზე ვლაპარაკობ, იცი? როდესაც ეს საჯაროზე იმი მოაწყვეს და კობახიძე რო გამოვარდა იქ ტელეწამყვანის პოზაში და ხალხის რეაქცია როგორი იყო? თქვენ დააკვირდით ხალხის რეაქციას როგორი იყო? დედის ტრაკი აგინეს და აფურთხეს. ესეა რა. ეგენი დაჭირდებათ ფეხბურთელები არიან, დაჭირდებათ შტანგის ამწევები არიან, დაჭირდებათ სურავები არიან, დაჭირდებათ წყალქვეშა არქეოლოგიას განახორციელებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მიეწებებიან ყველაფერს.
ესია. ესაა მათი რეალური სახე. ქართული ოცნების რეალური სახე. არა, არ მიკვირს, ნამდვილად არ მიკვირს, კაცო, ესეთი ფაქტები მაგათმა ისწავლეს სააკაშვილიდან და ეხლა დღეს ციხეში რო უზით, იქ უნდა იჯდნენ ეგენი ყველა, გვერდზე. მაგრამ ესეთი ბრალდებით კი არა, უნდა იყოს მუხლი აღდგენილი სახელმწიფოსთვის ზირგამომთხრელი საქმიანობისთვის და უნდა ჩასვა იმ მუხლით. ეს იქნება ნამდვილი რა. აგერ წერს როგორ გული მეწვება, როცა ქართველისგან მესმის, როცა საქართველოში ვიყავი. ნუ ასია ჩემო კარგო. რა გვაქცია, ჩვენი ვერ ვკითხულობ კარგად ამზეში. ერი ამ ფულზე, ვინაზე? ასია რა, ვერაფერს ვერ იტყვი. რა ვქნა? მე არ მქონდა იმის სურვილი ჩემი ქვეყანა დამეტოვებია. მე არანაირი სურვილი ამისი არ მქონდა. მაგრამ რასიზამ რომ მოგადგება სახელმწიფო გადაცმული ხულიგნის და კრიმინალის ტყავში და ცდილობს რომ გაგასაღოს, იძულებული ხდები რომ თუ სულელი არ ახარ ის უნდა მიცე გზა ფართო და შეეყრება თავის ნებას რა. რო არ წამოსულიყავი, გამიყენებდნენ გზას, მომკლავდნენ. კონდათ მაგის გეგმა, თავდასხმა გააკეთეს. ვერ ვიტყვი რომ წარუმატებელი რა, გინახიათ სადმე ასე ორგანიზირებული იყოს სახელმწიფო როგორც დანაშაულის კეთებაში? თავისი ადვოკატით დამესხდნენ თავზე, თავისი ჟურნალისტებით დამესხდნენ თავზე და ცივი არაღი დამცხეს ზურგიდან და თვალი ლამის მომთხარეს და ეხა ხო გამოჩნდა რომ ამ დედამოწყრულ კოცებს ძალადობა აქვს თავის იარაღათა რა ხა მოგწონს თუ არ მოგწონს როგორ შეიძლება მოგწონდეს დედამოწყრული კაც არავა რომელიც ჩვეულებრივ პროვოკატორია და რომელიც არის ამაზე დიდი პროვოკატორი არ შეიძლება იყოს და სახელმწიფო ინტერესის დამზიანებელი, მაგრამ ეს ხო იმას არ ნიშნავს რომ სახელმწიფო მივიდეს ის და მოკლას კაცო. ცივილური აღიარებული სახელმწიფო ხარ, შენ არა გაქვს მაგის უფლება მოექცე ნებისმიერ კრიმინალს, შენ უნდა მოექცე ისე როგორც სახელმწიფო მიდგომაა ცივილურად. უნდა დაიჭირო, უნდა წაუყენო ბრალი და ასე რაღაც. როგორც არის რა, სამართლებრივად განსაზღვრულ თუ კონსტიტუცია მართავს სახელმწიფოს და თუ ვიღაცის პირადი ჯიბი არ არის სახელმწიფო, ხო? თუ დამნაშავე ვიყავი, მე ქუჩაში კი არ უნდა დამსხმოდნენ ეს დედამოწყრულები თავზე. ჩაეტარებიათ სასამართლო და მოეთხოვა ჩვენ ხარ კრიმინალი ამაში და გასამართლებ და გიჭერთ ამითო. რაზე უნდა დავეჭირე? იმის გულისთვის რომ ამგენს ვამხელ, სიმართლეს რომ ვლაპარაკო, მილიონები რო შეჭამეს იზორიებმა, ხიდაშელებმა, ჩაჩიბაიებმა, ამიტომ ვერ დამეჭერდნენ. ამიტომ ამათი მეთოდი მარტივია რა, მიდი მოვსპოთ, მოვკლათ, ვცემოთ, დავაშინოთ, გავლახოთ, გადავაგვეროთ ცემაში. აი ესეთი მიდგომა აქვს დღევანდელ ეგრეთ წოდებულ კოცებს და ნაცებს. ეს არის მათი სტილი მუშაობის. მე ვერ გეტყვი. არ ვიცი, ყველა თავის გზას ირჩევს ცხოვრების და ზოგადად ყველა მართველი თავისი იმითი მიდის, მართველი ამათ შეიძლება ნაკლებად დაარქვა, მაგრამ მე მინდა აქედან გამოვეხმაურო კიდე ივანიშვილის პლასტიკური ბარათების ბეჭდავის უშიშროებას ეგრეთ წოდებულ ქურუმად მჯდომი ლილუაშვილის ცხოვრების წესს რა. იმიტომ ამერიკაში დადის აკეთიკეთა. მინდა შევეკითხო ამერიკის საელჩოს, მინდა შევეკითხო იმ ადამიანებს, ვინც იქედან მისმენენ რა. ცნობილი ფაქტია რა, თქვენი სანქციებთან დაკავშირებით. ხარიბაშვილებზე, ივანიშვილებზე, მიშვილებზე გავიგეთ. მაგრამ როგორ ხდება ის, რომ ლილუაშვილს არ აქვს უშიშროების მინისტრს, რომელიც შემოქმედია ყველანაირი ჭუჭყის, ადამიანების უფლებების ხელყოფის, ადამიანების შეურაცხყოფის, პირადი ცხოვრების ხელყოფის. ხო, როგორ ხდება? რომ თქვენს ქვეყანაში სანქციების გარეშე არის დარჩენილი და მიდის და მოდის რა. ამას ვიგებთ ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები თამაშად თქვენი მხრიდან ან დატოვებული გყავთ ეგრეთ წოდებულ სხვა სიტყვას ვერ ვნახავ შუამავლად პასრედნიკად. რო ივანიშვილს ჩაუტანოს სანქციების მიღმა თქვენი ინტერესები თუ არ ჩაუტანოს და ბოლოს ალბათ იმასაც დაასანქციებთ. მინდა გითხრათ რომ ამას ერი უყურებს და ამას ნორმალურად არ ვიღებთ და ეხა
თუ გინდათ რომ ივანიშვილის იდეამ ერთხელ და სამუდამოდ არ ნახოს აყვავება, მაშინ ასე ნუ იქცევით რა. ან უნდა იყოს რაღაცა შენთვის მისაღები, ან არ უნდა იყოს მისაღები თუ არა. თუ მთელი ორგანიზმი მიუღებელია შენთვის, ვიღაცის ხელი მოგწონდეს, ფეხი მოგწონდეს, თავი არ მოგწონდეს, ესე არ შეიძლება რა. და მით უმეტეს სიბილწის ბუდე, რომელსაც წარმოადგენს ლილუაშვილი. ეგრე არ არის. ლილუაშვილის სანქციებს ჩვენ ვერ ვიხილავთ. უახლოეს პერიოდში ჩვენ მივიჩნევთ, რომ ძალიან ცუდ საქმეს აკეთებთ თქვენ ყველა საქართველოში. ვიცით ჩვენ ყველა ვინ გასაკეთებთ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ესე ლუსტრირებულად იქნება ცნობილი, რომ თქვენ ძალიან ცუდ ამბავში ხართ ჩართული. სადაც სანქცირდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იქ არ შეიძლება არ იყოს სანქცირებული უშიშროების მინისტრი რა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველანაირი ბოროტების დამგმავი და შემოქმედი. აგერ ახლა ლაპარაკობს ვიღაცა მიშო დიდი ესით რა. გვარის დაწერა ვერ გაბედა ადამიანის უფლებებზე გველაპარაკება ადამიანი, რომელიც სტალინს აქებს. მე არ ვიცი მიშო შენ ვინ ახარ, გულახდილად გეტყვი. ჩამიდევი ერთი ჩემი ისა რა ქვია, გამოსვლა, სადაც მე სტალინს ვაქებ და ვადიდებ და ღმერთად ამყავს გახდილი, მაგრამ მისი ცხოვრების წესი, პირადი ცხოვრების წესი, შედარებითია ხა ყველაფერი, როგორ გითხრა, როგორ აგიხსნა. შენ ამხელა არ გესმის რა. მისი ცხოვრების წესი გაცილებით მისაღებია ჩემთვის ვიდრე ივანიშვილის. ვიდრე შენაირი ადამიანების, ვიდრე ღარიბაშვილის და ასე შემდეგ რა. გახეული კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმითი ჩექმით დაკრძალეს, როდესაც აი ამხელა იმპერიის მფლობელი იყო და გატეხილი იმიდან გრაფინიდან სვამდა წყალს, როცა ამხელა პოტენციალის შემქმნელი ადამიანი ბოლო ახლა მეორე მსოფლიო ომი მოიგო, აგერ საფრანგეთში შემიძლია გაგიყვანო შედამოტყნო და განახო სტალინგრადის ქუჩა. შემიძლია ჩავიდე ლიონში და განახო მთავარი ქუჩა არის სტალინგრადის ქუჩა. შემიძლია პარიზში განახო სტალინგრადის მეტრო და კიდე ესეთი ძალიან ბევრი რაღაცები შემიძლია განახო. ახლა შენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. შენ ახარ ჩაულებრივ ლომჯარიას საშოში ამორწყეული ტიპი და всё შენთვის ეს არის მნიშვნელობა და შენ შეგიძლია ასე გაიშვირო და გამოიშვირო ხელი. ესე არ შეიძლება, ისტორიის სწორი გაგებაა, ცოდნა სწორი აღქმა არის საჭირო. ელემენტარული სახელმწიფოს რო სიმკაცრე ჭირდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სტალინი გააღმერთო კაცო. სტალინი იყო ფიგურა, უფრო მეტი ვიდრე ალექსანდრე მაკედონელი, უფრო ძლიერი ვიდრე ნაპოლეონი, უფრო იმაზე მეტი ძლიერი სოფლიო ისტორიას არ გააჩნია ადამიანი, რომელმაც მართა და შექმნა ამ ასეთი სახელმწიფო. როგორ შეიძლება რომ ეს უარყო, შებრიყო და გამოყლევებულო. მადლობა. გაიხარეთ ჩემო კარგებო. ლეილა მოგესალმები, ყველას მივესალმები. ეცი რა არის? მე ჩემს გამოსვლას დავამთავრებ და ყველას მოუწოდებ, რომ ვინც უყურებს გამოიწეროს ეს ვიდეო ბლოგი, ნახოს და გააზიაროს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ფართო მასებმა გაიგოს სიმართლე. ქოწებს არ უყვართ, როგორც გითხარით, სიმართლე, ისინი თავისი პროპაგანდით მუშაობენ, მათ თავარი ამოცანა და მიზანი არის, რომ საკუთარმა ჭუჭკმა გაიმარჯვოს ხალხზე და სადაც ახლა ცნობიერებითად გაიმარჯვებს საზოგადოებაში ტყუილი, ის საზოგადოება არის დამარცხებული. მე არ მინდა, რომ ეს საზოგადოება იყოს დამარცხებული საზოგადოება რა. შენ შეგაგინე, შენ გამოყლევებულო შენ. მიშოს შუს ვეუბნები რა. იმიტომ რომ ნახალში გიხარ შედამოტყნვა ესე რა. გამოხვალ, ნახალკას ისვრი და გაიქცევი. ეგეთი ტიპები შეგაგინე კი არა, დედის ტრაქს გაგინებდით ბიჭო, საქართველოში წიხლით გივარდებოდით მინისტრთა კაბინეტებში და უშიშროების იმაში და ყველგან თქვენ არ გაგინებდით თქვენი დედავატირე. ხელები დაიბანე. წადი დაიბანე კიდე ხელები წადი. დაიწყო ახლა პროპაგანდონ მიხეილ ჯავახიშვილი ვინ დახ ასე ტიპციან ტაბიძეც ვინ დახვრით და ვინ შედედამოტყნულო ვინ ამბობს რომ იდეალურია მართლობა
და ვინ ამბობს რომ მისი გადაწყვეტილებები გინდა მიხეილ ჯავახიშვილთან, გინდა ტიციანთან, გინდა სხვა ადამიანებთან მიმართებაში რა, სწორი და მართებული იყო. მე შენ გეუბნები იმას რომ ნახალკაც რომ ტენი შედე დაიბანი? წადი დაიბანი კიდე. ო ნახალკაც რომ ტენი უნდა იცოდე რა. მე გაუნათლებელი. აი რა ბრიყვი ხარ, ერმილე და დავითი ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან და შენ მელაპარაკები ტიციანზე, შენ მელაპარაკები იმაზე რა ქვია ჯავახიშვილზე და წაკითხულიც არა გაგეთყობა ეს ჯავახიშვილი. წაკითხულიც არა, უამრავ შემთხვევაში ეს დაზეპირებული ტექსტები გაქვს და იმეორებს და იმეორებს. ამის თქმა მინდა მე რა უნდა გელაპარაკო, ბრიყვი ხარ. წადი და შენ სულიერ დედას იქ ლომჯარიას მოწუწნე მარჯვენა მკერდი და უჩანანუაშვილი რო ყავდათ და ამნაირი ტიპები რა. აი ცუდი იყო, ამაშვებოდა, იმაშვებოდა, მერე უკეთესი მოვიდა იმაზე, ივანიშვილი უკეთესი არის? სააკაშვილი უკეთესი იყო? მე ვამბობ, რომ არის ფაქტი, ასეთი ისტორიული ფაქტი, მაგ ისტორიულ ფაქტს ვერავინ ვერ უარყოფს. გინდა არ გინდა, ასეა. აუ, ქნა ისტორიის გაკვეთის ვერ გასწავლია, ბრიყვი ხარ, შენ დამოტყრულობა რა. კარგი, ჩემო კარგებო, დავასრულებ მე ჩემს გამოსვლას და შემომიერთით, გააზიარეთ ეს ვიდეო ბლოგი და გქონდეს კომუნიკაცია ერთმანეთში. კარგად იყავით.